ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გავს გაუმაწყარ მონსტრს. რაც უფრო ემორჩილები მას, მით უფრო გაუმაწყარი რჩება. როგორ მუშაობს მისი სისტემა? მოდის აზრი, მოყვება შფოთვა, საშინელი შეგრძნებები, რომ გათავისუფლდე თემის განაკეთებ მოქმედებას, ან ფიზიკურად, ან გონებაში, ამას ვეძახით რიტუალებს, ანუ კომპულსიებს, რომელიც გვაძლევს დროებით შვებას, გონებამ კი მიიღო ძალიან მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ გვიჩნდება ძალიან ძვირი. მას გონია, რომ ამ რიტუალმა გადაგვარჩინა და უჩნდება სურვილი, რომ სულ ამ ხერხს მიმართოს. არადა ეს არის ზუსტად იმ მონსტრის მთავარი სატყუარი. უკას ფიქრების დროს ჩვენ რასაც ვაკეთებთ ინსტინქტურად ყველაფერი შეცდომაა. ფიქრებთ ამ ბრძოლა, მისგან გაქცევა, მასში ჩაძიება, ეს ყველაფერი ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. რომ მოიციო ინფორმაცია გინდ ინტერნეტში, გინდ შენს ექიმთან, გაიგებ რომ ეს პრობლემა დაუძლებელია და მუდამ გექნება. ამ ინფორმაციის შემდეგ შეიძლება იმედის კი გადაგეწურა, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და მაგალითი ვარ თავად მე. მე ვარ ჰიპნოთერაპევტი თემონო სიძველიძე, რომელსაც მაქვს ორი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პირველი არის ქვეცნობიერთან მუშაობის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი და მეორე ჩემი შექმნილი ოკას კურსი. ამ ორი ინსტრუმენტის საშუალებით უკვე ბევრმა ადამიანმა დააღწია თავი მის პრობლემას და არ ჩვენ იქნები გამონაკლისი. დაწვრილებით ინფორმაციისთვის კი ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციას. ამისთვის კი საჭიროა მომწეროთ პირადში, ან დატოვოთ კომენტარებში სიტყვა კონსულტაცია და მე თქვენ დაგირეკავთ, გაგესაუბრებით და დაწვრილებით აკიხსნით ყველაფერს, თუ რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ და რა იქნება შემდეგში. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.